მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს და რაღაც უცნაური ჩართვა. იმიტომ რომ ეს არის მე ვფიქრობ აქტუალური თემა და ამის გარშემო აუცილებელია საუბარი, რომ ყველა თქვენთაგანმა დაიცვას საკუთარი ორგანიზმი მავნებლობისგან და ამიტომ დღეს უნდა ვისაუბროთ ყავაზე, გულწრფელად და პირდაპირ. ყველა ჩვენთაგანს უყვარს ყავა. ეს არის მართლა დიდი სიამოვნება, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა. ბევრი ჩვენთაგანი დილას ყავის გარეშე ვერ იწყებს, ხომ? ეს ერთგვარი რიტუალია, გემო, სურნელი, თბილი ფინჯანი ხელში, მაგრამ იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს, რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს ორგანიზმზე, როცა მას ყოველდღე და დიდ რაოდენობით მივიღებთ მithumetres. უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ყავის ხშირი და ჭარბი მიღება შეიძლება სერიოზულ პრობლემად გადაგვექცეს. აი ხა სტატისტიურად ჩამოგიყალიბებთ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ყავა ჩვენს ორგანიზმში, ჩვეულებრივმა ყავამ. პირველი, ეს არის ნერვული სისტემის გადაღლა. ანუ კოფეინი პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და ნერვულ სისტემაზე. აჩქარებს გულისცემას, იწვევს აღგზნებას. შედეგად ადამიანი ხდება გაღიზიანებული, მოთბინება დაკარგული და ადვილად დაღლილი. იწვევს ასევე მეორე, ეს არის უძილობა და ძილის ციკლის დარღვევა, განსაკუთრებით თუ ყავას ვსვავთ საღამოს ან ღამით, კოფეინი აფერხებს მელატონინის გამოყოფას, რაც ძილის ჰორმონია. ღამე გატივტივებს, დილას კი მოტეხილი და განიავებული გრძნობ თავს. ზედმეტი კოფეინი მესამე, ეს არის ზედმეტი კოფეინი, ანუ გულის რითმის პრობლემები. ეს კოფეინი ზრდის წნევას, ამძაფრებს არითმიას, ანუ გულის რითმის დარღვევას. თუ გქონია გულის პრობლემები, ყავა ამ ყველაფერს კიდევ უფრო აუარესებს. მეოთხე, ეს არის კუჭზე მავნეზე მოქმედება. ცარიელ კუჭზე დალეული ყავა ასტიმულირებს კუჭის მჟავას, რაც იწვევს გულძმარვას, ანთებას და გრძელვადიან პერსპექტივაში გასტრიტს. კალციუმის გამორიცხვა, ეს არის მეხუთე ფაქტორი, ბევრმა არ იცის, მაგრამ კოფეინი ხელს უწყობს კალციუმის გამოდევნას ორგანიზმიდან, ეს კი პირდაპირ მოქმედებს ძვლების სიმტკიცეზე. შედეგად ოსტეოპოროზის რისკი იზრდება და განსაკუთრებით უკვე მიდრეკილ ადამიანებზე და მით უმეტეს ასაკში. დამოკიდებულება კოფეინზე. როცა კოფეინს ვეჩვევით, ორგანიზმი ეჩვევა, იწყებს ორგანიზმი სიზარმაცეს, ხომ? აღარ ამუშავებს ბუნებრივ ენერგიას და მის გარეშე უკვე ადამიანი ცუდად ხდება, სისუსტე აწვება, მოდუნებული ხდება, გაღიზიანებული, იმიტომ რომ ვერ გამოიმუშავებს იმ ენერგიას საკუთარი ორგანიზმი და ხელოვნურად უნდა მიიღოს ეს და ეს ხდება ყავის დახმარებით სამწუხაროდ. და ახლა ყველაზე მთავარი, რას ვსვავთ რეალურად? ყავის გემოზე გვეჩვენება, რომ სუფთა პროდუქტს ვსვავთ, მაგრამ გავითვალისწინოთ ეს ფაქტები. აკრილამიდი არის ნივთიერება, რომელიც ყავის გაცხელებისას წარმოიქმნება და მას კალიფორნიის კანონმდებლობით კიბოს გამომწვევად მიიჩნევენ. შტრაბაკსაც მოეთხოვა ამის შესახებ გაფრთხილება მოეწოდებინა. ქიმიური დანამატები პოპულარულ ყავაში, ფრაპუჩინო, პუნკინ ლატე და მსგავსი სასმელები, კაპუჩინო და ასე შემდეგ შეიცავს ფრუქტოზის სიროპს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და საყინული დანამატებს, რომელთა დიდი ნაწილი მავნებელია და ზოგიერთი კი პირდაპირ ეჭვმიტანილია კიბოს ან ნერვოზის გამოწვევაში. მიკროპლასტიკები ჭიქებიდან, როცა სასმელს ერთჯერადი პლასტმასის ჭიქით ვსვავთ, ზოგჯერ ათასობით მიკროპლასტიკი გადმოდის ორგანიზმში, განსაკუთრებით ცხელი სასმელების შემთხვევაში. ისინი იწვევენ ჰორმონალურ დისბალანსს და მოქმედებენ შიგნიდან, უხმაუროდ და შეუმჩნევლად.
დაუფილტრავი ყავა მაგალითად პრესით მომზადებული შეიცავს კაფესტოლს და კანველს, რაც ამაღლებს ცუდ ქოლესტერინს, მხოლოდ ქაღალდის ფილტრები შლიან ამ ზიანს, მეტალის ფილტრები ვერ ახერხებენ. მაკდონალდსის შემთხვევაში ყავის ტემპერატურა 88 ცელსიუმამდე აღწევს და რამაც გამოიწვია მესამე ხარისხის დამტვრობა. ასევე იყო შემთხვევა, როცა მოუხმარებელს ყავა ქიმიური ნივთიერებით შეუცვალეს. ახლა კი ვისაუბრებ ყავის შემცვლელ ან იმიტატორ ქიმიურ ნივთიერებებზე. პირველ, მჟავე ჰიდროლიზატები. გამოიყენება არომატის გამოსაყვანად, განსაკუთრებით იაფფასიან ინსტანტ ყავებში, ეგრეთ წოდებულ დალიოკიში. ხშირად წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურით ხის ან სხვა მცენარეული მასის დამუშავებით. მეორე მომენტი არის ეს არამელის ფერი E150 გამოიყენება ყავისფერის შეფერილობის მისაცემად, მაგრამ რეალურად არ შეიცავს ყავას. ამ ფერის მიღება ხდება შაქრის ამორფულ ქიმიურ დაწვით და ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ნივთიერებების წყაროც. მესამე, პროპილენ გლიკოლი. არომატიზირების დამტარებელია განსაკუთრებით ყავის არომატიან სასმელებსა და ტკბილეულებში. საკვებად დაშვებულია მცირე დოზებით, მაგრამ ხანგრძლივი მიღება არასასურველი და მავნებელია. მეოთხე, ეს არის მიკროკრისტალური ცელულოზა, ნახშირწყლოვანი რბილობი. გამოიყენება ყავის გემოს და სტრუქტურის დასამგვანებლად, განსაკუთრებით ცივ ყავიან სასმელებში. სინამდვილეში ეს პლანტების ქიმიურად დამუშავებული ბოჭკოა. მეხუთე არის არომატიზატორები და სინთეზური ესენციები. გამოიყენება ყავის არომატისთვის, მაგრამ ეს არ არის ყავა. შეიძლება შეიცავდეს ათეულობით ქიმიურ ნაერთს, მაგალითად, ფურანები, აკრილამიდი, ბეტანოლი და სხვა. რით ცვლიან ყავას? ზოგიერთი ყავის შემცვლელი პროდუქტი დამზადებულია სიკორკასგან, ციკორიუმი ან ქერისგან, რაც შედარებით ნატურალურია, თუმცა მასაც ხშირად აძლევენ ყავის გემოს არომატიზატორებით და შეიძლება დაემატოს ზემოთ ჩამოთვლილი სინთეზური ქიმიკატები, განსაკუთრებით გადამუშავებულ ვერსიებში. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანს გვაყენებს ყავა, აქედან იყო ჩამოთვლილი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინიმალური ინფორმაცია, რაც ყავაზე არსებობს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ უამრავი მტკიცებულებები არსებობს, რომ ყავა აყენებს საშინელ ზიანს და ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ბენგლისკისგანაც, რომ იმდენად ბევრი ქიმიკატები და მავნე ნივთიერებებია შეტანილი ყავაში, რომ ერთ-ერთ ვიდეო რგოლში პირდაპირ აშკარად აღიარებს ბატონი ბენგლისკი, რომ ეს ყავა უბრალოდ გადასაგდებია და ის ასეც იქცევა და გიჩვენებთ, რამდენად სანაგვეში გადასაგდებია ის ყავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს უბრალოდ აზიანებს და მეც არაფერს არ აკეთებს. მოდით ახლა ვისაუბროთ ყავაზე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, რომელსაც გააჩნია USDA სერტიფიკატი, როგორც შეამჩნიეთ ყველა სხვა დანარჩენ სერტიფიკატებთან. ეს არის ლივგუდის ორგანული წონის კონტროლის ყავას სოკოთი. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს ყველაზე გრძელი ყავის სახელი, რაც კი ოდესმე შეგხვედრიათ. თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ ნაზავში შემავალი ამდენი წარმოუდგენელი სარგებლისა და ფრთხილად შერჩეული ინგრედიენტების გათვალისწინებით, შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ტერმინი დავამატოთ, როგორიცაა ადაპტოგენები, მწვანე ჩაი, ჯანსაღი ბოჭკო, მაკა და რა თქმა უნდა დაუძლებლად გემრიელი გემო. ლივგუდის ორგანული ყავა არა მხოლოდ აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე სუფთა და აყვავებული რეგიონებიდან მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს, არამედ გამოირჩევა როგორც პირველი და ერთადერთი განუმეორებელი ყავა, რომელიც გამდიდრებულია ჯანსაღი ბოჭკოებით, შიმშილის შესამცირებლად. ის ფრთხილად არის შემუშავებული მაკას შემცველობით, რათა ხელი შეუწყოს კოგნიტურ ფუნქციას, გააუმჯობესოს მეხსიერება და აამაღლოს განწყობა. გარდა ამისა, მწვანე ჩაის დამატება ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ცხიმის წვას.
ის მდიდარია ადაპტოგენების მსოფლიოში 6 ყველაზე ძლიერი სოკოს სახით, რომლებიც ხსნიან სტრესს, ხელს უწყობენ საერთო კეთილდღეობას და თავს ფანტასტიურად გრძნობს ადამიანი. ბაზარზე არც ერთ სხვა ყავას არ აქვს ამდენი სარგებელი, რამდენიც ლივგუდის ორგანული სოკოს წონის მართვის ჯანსაღ ყავას. როგორც მივხვდით, ეს არ არის უბრალოდ ყავა. ეს არის ჭკვიანი ყავა, smart ყავა, რომელიც ზრუნავს შენზე ყოველი ყლუპით. ლივგუდის ყავა ბუნებრივი ენერგიის წყაროა, რომელიც აერთიანებს უგემრიელეს ყავას და უნიკალურ სამკურნალო სოკოებს, მცენარეულ ექსტრაქტებს და სასარგებლო ინგრედიენტებს. მის შემადგენლობაში შედის ჩაგა, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, ლაიონს მეინი, აუმჯობესებს მეხსიერებას და გონებრივ კონცენტრაციას, კორდისეპსი, ზრდის ენერგიას და გამძლეობას, შავი სელის თესლის ექსტრაქტი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, მწვანე ჩაის ექსტრაქტი ხელს უწყობს ცხიმების წვას, ადაპტოგენები ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესს, შაქრის გარეშე ნატურალური სითბო, მხოლოდ 1 გრამი ნახშირწყალი, მხოლოდ 35 კალორია თითო ფინჯანში. იდეალურია დიეტისთვის, კეტოკვებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. უმარტივესია გამოყენება. ცხელ წყალში დაამატე 1 სპეციალური დოზირებული კოვზით ყავა. მოურიე კარგად და მიირთვი გემრიელად. იგრძენი ენერგია, სიმშვიდე და ფოკუსი ყოველ დილით. ეს ყავა არაა, არამედ შენი მეგობარი, რომელიც ცდილობს გაგაბედნიეროს. რას ამბობენ ადამიანები? აი ერთ-ერთი მათგანი. ცხოვრებაში პირველად ვსვამ ყავას, რომელიც შინაგანად მეხმარება. ენერგია, სიმშვიდე და სიფხიზლე ერთდროულად. აღარც გული მიცემს, აღარც კუჭს მტკენს და ღამითაც შვიდად მძინავს. ეს არის ყავა, რომელიც სიცოცხლეს მატებს და არა უბრალოდ სითხე, რომელიც ნელ-ნელა მანადგურებდა. დააგემოვნე ლივგუდის ორგანული ყავა და იგრძენი თავი ჯანმრთელად, ენერგიულად, ხნედ და ბედნიერად. ჩვენი გემრიელი ნაზავის პირველივე ყლუპიდან და შემდგომი წარმოუდგენელი შედეგებიდან ნამდვილად გაგიჭირდებათ სხვა ყავასთან დაბრუნება. გისურვებთ უამრავ სასიამოვნო ემოციას, ჯანმრთელობას და დახვეწილ სხეულს ლივგუდის ყავასთან ერთად.